გამარჯობა. შევატყვე რომ გავრცელდა ხმები, რომ მე ვარ ნახსენები ეპშტეინის ფაილებში. მინდა გითხრათ, რომ სრულიად აღშფოთებული ვარ ამ ცილის წამებით. მე არ ვარ და ვერ ვიქნები ეპშტეინის ფაილებში. შემთხვევითაც ვერ ვიქნები ნახსენები იმდენად წარმოუდგენელი ჩემი ეპშტეინის ფაილებში ყოფნა. ამიტომ ტყუილად უდახარჯავთ ტელეფონზე მეგაბაიტებს და ძებნას ნუ დაიწყებთ. არ ღირს, მაინც ვერაფერს ვერ იპოვით, იმიტომ რომ არაფერი არაა. მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩემს სახელს მოკარით თვალი საიტზე გაგზავნილ მესიჯებში, ეგ უბრალოდ ბაგის გამო არის. Google-ს აქვს ხოლმე ეგეთი პრობლემები და ისეთი ადამიანის სახელებს ომს ხოლმე მანდ სულ არ არიან კავშირში. რო დააჭიროთ, მაინც არსად არ გადაგიშვებთ, ამიტომ ტყუილა გადამოწმებაზე არ შეწუხდეთ. მაგრამ ბაგი რომც არ იყოს, გაყალბებულია. ალბათ წარმოუდგენელია, რომ შევსავით ადამიანს მტრები ყავდეს. მაგრამ არსებობენ უბრალოდ ბუნებით ბოროტი ადამიანები, რომლებმაც ეს იმეილი გააყალბეს, რომ ჩემი სახელისთვის ტალახი მოედოთ. და გაყალბებული რომც არ იყოს, ეგ მე არ ვარ, უბრალოდ ადამიანია იგივე სახელით. 8 მილიარდი ვართ დედამიწაზე, ხომ შანსი არა ერთი ადამიანიც არ იყოს ჩემი სახელით, რომელიც ეპშტეინთანაა დაკავშირებული. და ეგ ნამდვილად მე რომც ვიყო, უბრალოდ ხუმრობდა ეპშტეინი. მართალი არაა რაც მაგ მეილში წერია, უბრალოდ ეგეთი იუმორი ქონდა ეპშტეინას და ეგრე ვღადაობდით ხოლმე ბიჭები, ეგეთ მეილებს უგზავნდით ერთმანეთს. და ხუმრობა რომც არ ყოფილიყო, ბავშვები არ იგულისხმებოდა, ანუ მეტაფორულად სხვა რამეს აღნიშნავდა. ახსნაზე დროს არ დავხარჯავ, რადგან მაინც ვერ ჩაწვდებით. ძალიან ინტელექტუალური თემა არის. და რომც არ ყოფილიყო მეტაფორა, თვითონ ბავშვების სრული იყო ეგ. ანუ თვითონ გთხოვეს ეგრე ქენიო, იურიდიულ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი თავიანთი იურისტების დახმარებით და სხვა გზა არც გქონდა უკვე მერე. ანუ ჩვენ გამოვედით იდეაში აქ მსხვერპლები. ისე ეგეთ რამეს არასდროს არ ვიზამდი და სულაც არ ვარ მანიაკი, სატანისტი პედოფილი. და რომც ვიყო, ეგ არსვლის იმ ფაქტს, რომ ამდენ შრომას და წვალებას ვდებ თქვენთვის ვიდეო რგოლების გადაღებაში და ასევე სხვების განსჯა არაქრისტიანული და ცოდვა არის. ამიტომ უნდა გთხოვოთ, რომ დასმეშოთ ლაიკის ხილაკი, დატოვოთ კომენტარი, დამისაბსქრაიბოთ YouTube-ის არხზე, გაუზიაროთ მეგობრებს, ოდნოებზე დამიმატოთ და 5+-ით დაუწეროთ ჩემს ბოლო ფოტოს. ეგ კაც რომელთანაც გადაღებული მაქვს ხოლმე შორის ეგ ფოტო, კი გავს ეპშტეინს, მაგრამ ნამდვილად არა, უბრალოდ მსგავსი ვიზუალის მამაკაცი იყო. ასევე გთხოვთ გამიკეთოთ დონაცია ფულის ან გოთი გოგოს სახით. მადლობა ყურადღებისთვის.